ორგანიზაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს და ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრს ქმნის პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული 20 სხვადასხვა პროფესიის სტუდენტი 6 თვის განმავლობაში მოისმენს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის დარწმენის თავისუფლება, საკუთრების უფლება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ სტატიებს, სიუჟეტებს, თვის ბოლოს კი ლაივსტრიმის საშუალებით ეთერში გაუშვებენ გადაცემას. ამგვარი პროექტი ბათუმში თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მეშვეობით ხორციელდება. ბათუმელი ახალგაზრდები უკვე ამზადებენ გადაცემას სახელწოდებით შეუზღუდავი სივრცე. პროექტი მიზნად ისახავს იმას, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდებს იმ პრობლემებზე, რაზეც მეგობრებთან მსჯელობენ და რაც აწუხებთ უკვე ასე ვთქვათ საჯაროდ თქვან და განიხილონ ეს საკითხები მოწვეულ სტუმრებთან ერთად. პროექტის განმავლობაში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ისინი მოისმენენ ლექციებს, შემდეგ მოამზადებენ სტატიებს, სიუჟეტებს და უკვე გადაცემას გაუშვებენ ეთერში და მოაწყობენ ასევე დისკუსიებს. პროექტი არის იმ სახის, რომ ნებისმიერი ადამიანი და ახალგაზრდა სურვილი უნდა გაუშვეს მასში მონაწილეობის. იქიდან გამომდინარე, რომ აამაღლებს ეს ჩვენ გამოცდილებასაც, თვით შეგნებასაც და უკეთესად გვეცოდინება რა ინსტრუმენტებით, რა თეორიით უნდა ვიხემძღვანელოთ, რომ უკეთესი სახელმწიფო შევქმნათ.